მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორს ფრთხილად არჩევს. არადა ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს გამოცხადდა. მაშინვე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ ჩინური კორპორაცია ოფიციალურად გამარჯვებულად სავარაუდოდ რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად 1 წლის თავზეც გამარჯვებული გამოვლენილი არაა. ეკონომისტების, ფინანსისტების და ლოგისტიკის ექსპერტების განმარტებით, ანაკლის პორტის პროექტის გაჭიანურება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ამბობს, გარდა იმისა, რომ ეკონომიკას ანაკლის პორტის ეფექტი აკლდება, ვერც ფოთის პორტს ვავითარებთ, რაც ზრდის რისკს, რომ საქართველო ერთგვარ ჩიხად იქცეს და ტვირთის გაზრდილი ოდენობა ვეღარ გაატაროს. უკვე მეოთხე თუ არ ვცდები მეხუთე წელია ნავსადგური ცხენმძღვანელობა IPM ტერმინალში აქტიურად სახელმწიფოსთან მუშაობს, რომ გამოიყოს მიწა და დაიწყოს საკონტეინერო სიმძლავრეების, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ნავსადგურის გაფართოვება. მაგრამ დღემდე მიღწეული არ არის შეთანხმება. დამუხრუჭებულია აღნიშნული პროექტი. ანუ ფაქტობრივად ფოთის ნავსადგურის გაფართოება დღესდღეობით შეჩერებულია. სინქრონულად, პარალელურად ხედავთ, რომ ანაკლის ნავსადგური აბსოლუტურად რაღაც გადაუწყვეტელ იმაშია, რა ქვია, ფაზაშია. არის ინვესტორი ჩანს, გამოჩნდება ინვესტორი, გარკვეული არა ვარ ჩინური, რატომ უნდა შემოვიდეს, მოკლედ პოლიტიკურ ლაბირინთებში და განხილვებში შევიდა ანაკლის პროექტი. ანაკლის პორტის პროექტის დაპაუზებით პაატა ცაგარეიშვილის აზრით, საქართველო თანდათან კარგავს შუა დერეფანში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მოთამაშის როლს. ნაკლებ კეთილსაიმედო ქვეყანაც ვხვდებით სამეზობლოსთვისაც, განსაკუთრებით დერეფნის გასწვრივ ქვეყნებისთვის. აქტიურდება საქართველოს შუა დერეფნის ალტერნატიული დერეფნები. საგზნობი ძვრები არის პირობითად ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით. თუნდაც ის გარემოება, რომ ირან, უზბეკეთ, თურქეთის მიმართულებით ხელშეკრულებები იდება და ახალი საბორნე ბორნები ემატება თუნდაც სამხრეთ მიმართულებით, ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ თვითნაკადი ისეთ პირობებში, როდესაც საქართველო შეჩერებულია, არ დაიწყებს მოცდას და დაიწყებს ალტერნატიულ დერეფნებში მოძრაობას. ანაკლის პროექტის გაჭიანურება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსაც აზარალებს. ეკონომისტების დაკვირვებით, საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობის ბედი საერთოა. ან პაუზდება, ან ჩერდება. უარეს შემთხვევაში საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის. ანაკლია ხო მართლაც მარტო ლოგისტიკური პროექტი არ არის. რაც უნდა ვთქვათ, ანაკლიასნაირ პროექტს უსაფრთხოების კომპონენტიც აქვს, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტიც აქვს. ამ პროექტს მე შევხედავდი როგორც ბიზნესის და უსაფრთხოების ასპექტების რაღაცა ნაჯვარს. კიდევ ერთ რაც ზეუბნება ბიზნესს ამ პროექტში განვითარებული მოვლენები არის საითმიდის ქვეყანა. რა იმპულსები მიდის ბიზნესამდე ანაკლის პროექტის შეფერხებით? როგორც რესან ქიქავა გვეუბნება, ამგვარი გაცხადებული და ვერ შესრულებული მსხვილი სტრატეგიული პროექტების გაჭედვა ბიზნესისთვის იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში გაურკვეველი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა, რაც ნებისმიერ ინვესტორს უბიძგებს გადახედოს თავის საქმიანობას ქვეყანაში. საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში ვიცით, რომ როგორი შეიძლება ყოფილიყო, ჩვენ ანაკლის პორტი ან ნებისმიერი სხვა ტიპის მაწლოვანი პორტი ზოგადად უნდა გქონოდა ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში და ძალიან დავაგვიანეთ მაგ კუთხით, ისევე როგორც თქვა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იქნება თუ სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ამ დერეფნის ეფექტურობას, ასე ვთქვათ, რამდენჯერმე მეტი შეიძლება გქონოდა. ჩვენ ეს პორტი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რა თქმა უნდა, თუ პორტში და ნებისმიერ სხვაზე დიდი ინვესტიცია, თქვათ, უცხოური ინვესტიცია განსაკუთრებით ეს არ არის მხოლოდ კაპიტალი, ასევე რაღაც რწმუნება იმის, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში და ქვეყანას შეგიძლია ენდო და ანდო შენი კაპიტალი, ასევე ეს არის იმ თქვა ტექნოლოგიების იმპორტი, რომელიც აუცილებელია და ის რაღაც ხარისხიანი სამუშაო ადგილები, რაც ასე აკლია ჩვენს ეკონომიკას. ამიტომ ამ კუთხით არის ანაკლის და ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული მსგავსი ტიპის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით
ჩვენ აქაც თავიდან დავინახეთ ეს რაღაც გაურკვევლობა იყო, ახლა თითქოს საუბარია იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ისევ უნდა გავაცოცხლოთ, მაგრამ ხედავთ, რომ ის ტემპი, რომელიც არის, ეს არ არის ის ტემპი, რაც უნდა იყოს, როდესაც ქვეყანას ეჩქარება წარმატება. ანაკლიის სპორტის ინვესტორის შესარჩევის საერთაშორისო კონკურსი 2023 წელს გამოცხადდა და 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის პირობების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო პორტის 51%-იანი აქციონერი იქნება, ხოლო 59%-იანი წყლის მფლობელი კი კონკურსით შერჩეული ინვესტორი. პროექტში კაპიტალდაბანდების განხორციელების ძირითადი ვალდებულება ინვესტორს ეკისრება.